სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარდელაშვილმა საბერძნეთიდან ჩამოსულ ცნობილ ქართველ ძიუდოის ჯარჯი ზვიადაურთან და სხვა ქართველ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან ერთად გდანის ოლიმპიური მზადების ცენტრი დაათვალიერა. ზვიადაური საქართველოში ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად ჩამოვიდა. იგი შეკრებას ბაკურიანში გაივლის და შემდეგ ისევ საბერძნეთში გაემგზავრება. რეკონსტრუქციის შემდეგ ცენტრში ახალგაზრდა სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეძლებენ მომზადებას. ჩემპიონატად არის მოსულები ოლიმპიური ჩემპიონები, საბჭოთა ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები. უმრავლესობა მათგანი თითქმის ყველანი აი გაიზარდნენ ისეთ პირობებში. წარმოიდგინეთ აგრა პირობები იყო, რომ ქვეყნიდან წასვლაც კი მოუწია ზოგიერთ მათგანს და სხვა ქვეყანაში გააგრძელა თავისი კარიერა და მომავალი. ეს აქ არის საუკეთესო პირობები და თან პლუს მინდა ვთქვა, რომ 2014 წლის ბოლომდე ეს იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექსი. ბედნიერი ვარ, დავესწარენი ამ ოლიმპიური კომპლექსის გახსნას, ანუ უკვე დაიწყება და მაგრამ მართლა მე როგორც სპორტსმენი ვიგრძენ ისე თავი, რომ ალბათ ყველა სპორტსმენს ესე უნდა ჰქონდეს ეს პირობები, რაც დღესდღეობით საქართველოში უნდა ჩატარდეს მომზადება 2015 წლის ბავშვების ოლიმპიადა და რა ვიცი, ჩვენი საქმეა სპორტი და უნდა ვაკეთოთ სპორტი.